ჰუდა ბიუთის დამფუძნებელმა გააკეთა TikTok-ში ვიდეო, სადაც ისრაელის ხელისუფლებას ადანაშაულებდა და გმობდა მათ მოქმედებებს პალესტინაში. ალბათ თავადაც მიხვდებით თუ რა ქმედებებზეა აქ საუბარი. ამ ვიდეოს მოყვა საშინელი კრიტიკა გამომწერების მიერ, ვინც ისრაელს ხარს უჭერს, იმათგან ძალიან დიდი აგრესია დაფიქსირდა კომენტარებში. რასაც ასევე მოყვა პეტიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სეფორას აღარ გაეყიდა ჰუდა ბიუთი. ეს ვიდეო რამდენიმე ხანში TikTok-დან საერთოდ გაქრა და ეგონათ რომ TikTok-მა წაუშალა ვიდეო ჰუდამ გააკეთა კიდევ ერთი ვიდეო, სადაც აღნიშნა რომ ეს ვიდეო თავად წაშალა. ასევე ამ ვიდეოში ცდილობდა რაღაცნაირად შეერბილებინა ეს სიტუაცია და ასევე აღნიშნა რომ რაც ხდება პალესტინაში, როგორც იტანჯებიან უდანაშაულო მოქალაქეები და განსაკუთრებით ბავშვები, ეს არის მიუღებელი და რომ ის მაინც მხარს უჭერს პალესტინის ხალხს. ამასთან ერთად სეფორაც მოხვდა მახეში და რატომ? ხალხი, რომელიც ისრაელს უჭერს მხარს, ეუბნებიან რომ თუკი თქვენ არ გააგდებთ სეფორას ქსელიდან ჰუდას, თქვენ გამოგიცხადებთ ბოიკოტს და თქვენთან აღარაფერ შევიძენთო, მაგრამ ხალხი, რომელიც პალესტინას უჭერს მხარს, პირიქით ამბობს, რომ თუკი თქვენ ჰუდას გააგდებთ სეფორას ქსელიდან, ჩვენ გამოგიცხადებთ ბოიკოტს. მოკლედ, ესეთი საშინელი სიტუაცია. თქვენ რომელ მხარეზე ხართ, დააფიქსირეთ კომენტარებში.